ხო ეს ბრისხანება აბუაწვერა ეს ის არის რა ქვია ამას უნდა ერქოს ბიძინა წვერა ტროლია ალბათ რამიშვილის კანტორიდან და წერს 1000 სისულელებს თამარი ბინებსაც ყიდიან უცხოებზე და ქართულ გვარებსაც არიგებენ პირადობის მოწმობით ჩინელი გელაშვილი ხო ნუ ახლა ესაც არ არის გასაკვირვი ამ საკითხში შეიძლება სერიოზული რეგულაცია მე მაგალითად არ ვიყავი მომხრე იმის როდესაც მამის სახელი ამოიღეს პასპორტიდან არც იმის მომხრე ვიყავი როცა ეროვნების გრაფა გაუქმეს პასპორტში ყველა ეროვნება ვინც აქვს ცხოვრობთ ქურთი აზერბაიჯანელი სომეხი ლეკი ინგუში ოსი აბსოლუტურად ვამოყოფთ ჩვენი ეროვნებით ქართველი რა თქმა უნდა ამიტომ ასე მაინც უნდა ყოფილიყო რომ იქ ნებაყოფილობით თუ უნდა მოქალაქეს აღნიშნოს თავისი ეროვნება და მე სიამაყით ატაროს ეს აი გადაჭარბებული ნეოლიბერალიზმის ეტაპი იყო და აი ამ გადაჭარბებულობა მოიტანა მეორე გადმოჭარბება პუტინისტური რუსული კონსერვატიული დიქტატურა გადაჭარბება არაფერში არ ვარგა არ ჭამაში არც მაში რა ვიცი მარტო სიყვარულში არის საჭირო და საპატიო გადაჭარბება ვაჩე გვეკითხება საღამო მშვიდობის ბატონ შავლა ზოგიერთი პოლიტიკოსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს ტევ პირველზე მსჯელობენ ზოგიერთები ლეგიტიმაციის მინიჭება უნდათ ვაჩე მთლიანად გეთანხმებით ეს ალბათ დააკვირდით იწვევს ჩვენს ძალიან დიდ გაღიზიანებას ამაზე მქონდა არაერთი ჩართვა არაერთი მწარე პოსტი რა თქმა უნდა ახლა დიდ აღმოჩენას არ გავაკეთებ თუ გეტყვით რომ ტევ პირველი არის პირადი კანტორა ხაზარაძე ბანკირ ხაზარაძის და ბანკირ ჯაფარიძის ამიტომ ეს არის მათგან მიცემული დავალება რომ საზოგადოებრივი აზრის შეამზადონ ვაი თუ დაგჭირდეთ მათ საბანკო პირად პოლიტიკურ ინტერესებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ამისათვის იყოს საზოგადოებრივი აზრის შემზადებული თვითონ ვერ ბედავენ ახლა ამის თქმას აი ამიტომ ვარ დაგეტილი მაგ ტელევიზიაში იმიტომ რომ მივალ ახლა ამას ხო ვიტყვი მე იქ და რა თქმა უნდა ეს სასტიკად არ აწყობთ რომ მათი ფარული ხრიკები გაიშიფროს არაფრით ნაკლებები ივანიშვილზე ბანკირები არის ერთი ბანდა ერთი დედამამის გაკეთებული და გაჩენილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში მეგობრებო ივანიშვილიდან დაწყებული ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ოლიგარქია უნდა გავაძევოთ პოლიტიკიდან მიუხედავად იმისა ის მოქმედი ხელისუფალია თუ ოპოზიციონერის მანტია აქვს წამოსხმული აი ეს არის საქართველოს გადარჩენა სხვა ვერ არის მტერი ჩვენ ვერ მოგვერავ ხო და ეხლა ამ ტელევიზიაში ნუ ელა დააწყებიეს დიანას დააწყებიეს ტრაპაიძეს ამაზე მსჯელობა ჯერის ზაქარეიშვილის გვამებს ხიდი და აფხაზეთის ომის დროს არ ვაჭარბებს მართლა ასე იყო შუა მავლობდა გადაცვლა გადმოცვლაში ხო და ეს გრანტებით გაზრდილი და რა ვიცი ყველა ხელისუფლების მსახური რესპუბლიკელი რა თქმა უნდა ეს რესპუბლიკელები პარტია დაეშალათ ფაქტურად მაგრამ აი ნაგზადში შემორჩენილი დინოზავრების ჯოგივით არიან ანუ იღებენ შეკვეთას პროპაგანდისათვის ეს ენა კი აქვთ უჭრით ეს ენა ამ ისტორიული ქარტეხილების დროს რაღაცა წაიკითხეს რაღაცა ისწავლეს რაღაცა გაიზეპირეს და მოკლედ ყველა ხელისუფლების პროპაგანდისტები და მათ შორის თქვათ ვინც გადაუხდის მათაც ემსახურებიან ამიტომ დასვეს ჯერეგის რა ქვია ზაქარეიშვილი მე მაგას მოყვა ზურაბიშვილი ეგაც რესპუბლიკელი ჩასაფრებული არიან ძმები ბერძენიშვილები ის უსუფაშვილი ხედაშელებზე აღარ არის საუბარი ეგ ნოდიები კიდე იქ მელაშვილი გამოჩნდა ირაკლი რომელიც იქ იყო რა ქვია პირველ პარლამენტში ზვიადის პირველ ეგ ჯგუფი აუჯანყდა და გამოიყვნენ გვალმაგიდას და ნუ მოკლედ ეს კატეგორია ნუ იწყებს ზონდირებას რო აბა ხალხი რა თვითონ ვერ ბედავენ რა თქმა უნდა ჯაფარიძე ხაზარაძე და პოლიტიკოსები ამის თქმას ვერ ბედავენ მაგრამ ესენი წყობენ ზონდირებას რომ რაღაცა რო იყოს შემზადებული გახდეს სიტუაცია ეხლა საქმე იმაშია რომ არავითარი საშინაო და საგარეო მოთხოვნილება პლატფორმა ბაზა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე არ არსებობს ქართველი ხალხის და მსოფლიო დემოკრატიული თანამეგობრობის ყურადღება ყოველწუთიერი მიპყრობილია იქეთ რომ აიძულონ რეჟიმი დათმოს ძალაუფლება და ძალაუფლების დათმობა ნიშნავს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვას გამოცხადებას აი ამის შემდეგ უკვე შეიძლება განიხილო ადგილობრივი არჩევნები თქვათ ამ საპარლამენტოსთან ერთად ჩატარდეს
თუ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩატარდეს. და რა თქმა უნდა, სრულიად სხვა საარჩევნო სამართლებრივი ბაზით, სრულიად განსხვავებული საარჩევნო კომისიებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ უნდა გაუქმდეს, ახლა ამაზე ვინმე შეიძლება რომ შეგვედავოს? თქვენ გაგიგიათ, მეგობრებო, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური საარჩევნო კომისია? არ არსებობს. საფრანგეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობს. ბრიტანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია. არსებობს აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რუსეთის, ბელორუსის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის. საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე 3 თვით ადრე და არჩევნების დამთავრების და პროცედურების ამოწურვის შემდეგ იშლებიან მიდიან სახლში. სად გაგონილა მუდმივი ზესამინისტრო შექმნილი ბიუროკრატიული აპარატით, იქ პირველ სართულზე გამოტენილი უცხოური ვისკები და ფრანგული კონიაკებით, ბიუჯეტიდან ნაყიდი რა თქმა უნდა, ჯიპებით და პლუს შეიარაღებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს. ეს პირველი შემთხვევაა დედამიწაზე არ მოხდა, ყველაზე მშვიდობიანი სფერო საარჩევნო სტრუქტურებია, საერთოდ. ყველაზე ისეთი უიარაღო და არაძალადობრივი. ხო? ამათ იარაღის ტარების უფლება მისცეს. წარმოუდგენ კომუნისტები დროს არ ყოფილა ეგეთი რაღაცა, მაშინაც იყო საარჩევნო კომისია ატარებდნენ 4 წელს ერთხელ სხვადასხვა დონის არჩევნებს ადგილობრივი მოკავშირე რესპუბლიკებში, საბჭოთა კავშირის და იარაღი არავის არ ქონია, ხალხო. დიქტატორულ კლასიკური დიქტატურის ქვეყნებში საარჩევნო კომისიის წევრებზე იარაღის ტარება არავის დაუკანონებია. ეს პირველად მოხდა ივანიშვილის კონცლაგერში, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოს ქვია დღესდღეობით აი ამ ფორმატით. ამიტომ აი ეს მსჯელობა გათვლილია ამაზე, რომ თუ დასჭირდა მათ პირად პოლიტიკურ ანგარებით საბანკო საანაკლიო ინტერესებს მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ეს უკვე ნიშნავს რას? ნიშნავს აი მთელი ამ ბრძოლისთვის ხაზის გადაცემას, თუ ეს პარლამენტის სახეზე იქნება და რეჟიმი დარჩება და ისე ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები, ხაზის გადაცემას ნიშნავს მთელი ბრძოლის, რაც გაიარა ერმა, საერთაშორისო აი ამ სასანქციო პოლიტიკის ნიველირებას ნიშნავს, შეჩერდება და სანქცირების პროცესი იჭყვერგეპარებად. კანონიერად აღიარებას ნიშნავს ამ ახალგაზრდა ვარსკვლავი გოგობიჭების დაჭერის, ცემის, დაყბეს, მტრევის. ანუ ეს კატასტროფა იქნება და ამიტომ მე მოუწოდებ მათ, ვისაც სულს რო კვლავ გამოიყენოს სავაჭრო დუქნად საქართველოს და ჩვენი მომავლის ინტერესები, თავი შეიკავოს ამისგან, რადგან ჩვენი ხალხი ყველაფერს ხვდება, მწარე გამოცდილება აქვს და ვერავის ვერაფერს ვერ მოატყუებენ, რომც მე პირში წყალი ჩავიგუბო და არაფერი არ თქვა. ნონა დასაჭერები არიან ყველა ეს ტურა სახელმწიფო ყოფილი თუ ამჟამინდელი მოქმედი მოხელეები, რომ მომდევნო არჩევნების დროს პოლიტიკოსმა კანდიდატების სრული არც გაევლონ თავში. ძალიან ბევრი გახდება ნონა დასაჭერი, აი ახლა რასაც ვხედავთ ჩვენ წულუკიანის კომისიაში ის რაღაც საგამოძიებო კომისია რო შექმნეს თვითონ, ეგ მონაგონი იქნება, ისეთი საგამოძიებო კომისიები შეიქმნება, ოღონდ რეალურ პარლამენტში, ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, რეალური სამართლებრივი ბერკეტებით და სამართლებრივი საფუძვლით და ჯერ ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმეების გამოძიებას დასჭირდება 300 კაციანი, მე როგორც ყოფილი გამომძიებელი ამ გაგებით გეუბნებით, 300 კაციანი საგამოძიებო საექსპერტო ჯგუფი, რომ შეისწავლონ დეტალურად რა ჩაიდინა, კიდე ჩვენ იმის ნახევარიც არ ვიცით, რაც მას აქვს ჩადენილი. აი მთელი ცემენტის წარმოება ხომ ის ხელშია. და ეს არის მილიარდები და იმიტომ ეს ჰესების აშენება, იმიტომ უნდა რომ შეკვეთას მერე მაგის ცემენტის ქარხანას აძლევენ ჰაიდელბერგიდან გააძევა ეს გერმანელი ინვესტორები, ხო? მის ხელშია და ცემენტი თურმე არ გამაგრდება თუ რაღაცა მასალა არ ჩაერია პატარა რაოდენობით. აი როგორც ვთქვათ, სუპს არ ექნება გემო თუ არ ჩააყარა დიასახლისმა ის ციცაკა ან ვთქვათ რაც არის სანელებელი, ხო? აი ისე არ გამოდის ის ცემენტი და მაგის საბადო არის რაჭაში. და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია. თვითონ აზის ამ საკითხს და აბა კაი დედიშვილია ვინმე შემოიტანოს საიდანვე ეგ ნივთიერება და ცემენტის დამზადება დაიწყოს. აზერბაიჯანიდან შემოაქვს
ალიევთან მოგეხსენებათ ახლა ამათი ალიანსი და გარიგება ფაქტურად თანადიქტატორებია ალიევი და ბეძინა ივანიშვილი შეიძლება დავამად ითქვას აი ახლა კიდე ჩადის ყაველაშვილი ყავთ მეწვეული აქ დანიშნავენ მინისტრად დანიშნავენ ხელმძღვანელად და ბაქოში ხდება კურთხევა ალიევი აკეთებს კურთხევას ჩვენი თანამდებობის პირების ადრე იყო ისფაჰანი შაჰი ირანის შაჰი აკეთებდა კურთხევას და ხალათს უბოძებდა და რა ვიცი რაღაცა პერანგს თუ იმას პაჭუჭებს. ეხლა ეგ ფუნქციები ალიევზე გადავიდა, ხო? ნუ მოკლედ ესე იგი იქიდან შემოაქვს ეს და კაიდედი შვილია რომელიმე ბიზნესმენმა, ან ირანიდან, ან ჩინეთიდან, ან ამერიკიდან, რა ვიცი, ნებისმიერ ან თუნდაც რაჭიდან, სადაც ეს საბადო ყოფილა, იქ დაიწყოს დამუშავება და ის შემოიტანოს, ეგრევე ციხეში უკრავენ თავს. ანუ პოლიტიკური დიქტატურა ცალკეა, სამართლებრივი დიქტატურა ცალკე პრობლემა და ეკონომიკური დიქტატურა, ბიზნეს დიქტატურა. რომ არ ახარებენ არც ბიზნესმენებს და ისინიც მოქცეული არიან აი საშინელი ჭორილური სასტიკი მანიაკის კლანჭებში. ამიტომ ვიმეორებ ძალიან ბევრი გახდება სამწუხარო დასაჭერი და ძალიან ბევრი საქმე გახდება ნათელი და ცხადი, რაზედაც ჩვენ შეიძლება ამ წუთში წარმოდგენაც არ გქონდეს. თამარი გილოცავთ ხარებას გილოცავთ თამარ. ხო დიახ გიორგი ბატონოშალო უკრაინა მოიგებს თუ არა ომს რუსეთთან და თუ მოიგებს საქართველოში როგორ გაგრძელდება რაიმე საკითხი უკრაინაში ომი ჯერჯერობით სამწუხარო და საუბედუროდ არ დამთავრდება პროცესი უფრო გამწვავდება იქ ძალიან რთული გეოპოლიტიკური შედეგები შეიძლება ვივარაუდოთ რამდენიმე ვარიანტია მოვლენათა განვითარების ან რამდენიმე 10 წლეულებზე გაწერილი ომი მინდა გითხრათ რომ სტალინმა მოიგო მეორე მსოფლიო ომი გახდა გენერალ-სიმუსი და რა ვიცი კერპი მთელი მსოფლიოსათვის და ისე მოკვდა რომ აი ეგ დასავლეთ უკრაინელები ბენდერები სულ ეძახიან ისევ ტყეში დარბოდნენ და ისევ წინამდებობას უწევდნენ რეჟიმს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან კიდევ ერთი 10 წელი ძალიან დაუმორჩილებელი და მებრძოლი ხალხია ვიმეორებ განსაკუთრებით დასავლეთი უკრაინა აი აქეთი ბარის დაბლობის უკრაინა ნუ იქ სხვა ნიუანსებია და ეს ნიუანსები ვიცით რას მოიცავს იმას რომ პრორუსული და რუსული მოსახლეობა ძალიან ბევრი ეს ფაქტია ამიტომ შეიძლება 10 წლებში გაგრძელდეს ეს კონფლიქტი შესაძლებელია განვითარდეს კორეული სცენარი რის თაობაზეც აი ულეტი მოშეგულაპარაკობდა ამ დღეებში და უფრო ადრე ჩვენ ვლაპარაკობდით გაიყოს აი თქვა დღეს რაც არის დაკავებული ეს რეგიონები დონბასი ლუგანსკი მუყირიმი ეს ხერსონის ზაპოროჟიეს ნაწილი ხარკოვის ნაწილი თქვა დარჩეს რუსეთს და დანარჩენი დარჩეს უკრაინას უფრო ცუდი ვარიანტია რასაც თulis მოსკოვი რუსულ რეგიონებად მათი ოკუპაცია მოხდეს ოდესა ხარკოვი ნიკოლაევი დნეპროპეტროვსკი რუსების თვლიან რომ ეს ნუ რუსულია აი ესენი აიღონ და ამის შემდეგ მოხდეს კორეული სცენარით გაყოფა საერთოდ საშინელება იქნება თუ ახლა კიევის დაკავება განიზრახეს აგეგმებით რუსულ შოვინისტებს და სპეცსამსახურებს დიდი ხანია აქვს საუკუნეები აქვს ისინი თვლიან რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან კიევის რუსეთი და ამიტომ კიევი უნდა იყოს რუსეთის დედაქალაქი საომავლოდაც ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია ეს საბოლოოდ დაანგრევს უკრაინულ სახელმწიფოებრობას ამიტომ ახლა ჩემი გათვლებით სამწუხაროდ და საუბედუროდ რაიმე დადებითი პერსპექტივა უკრაინაში არ ჩანს რომ უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება ეს საშინელი ტრაგედია რომელიც დაიწყო პუტინმა და მოსკოვმა და რა გეგმებიც 10 წლეულებია შედგენილი იყო სპეცსამსახურებში და ლუბიანკაზე მე მიმაჩნია რომ რთულად წავა იქ საქმეები თუმცა ვიმეორებ ჩვენ უფრო ადრე გადავიტანეთ ეს პრელუდია ანუ ის პრობლემები ის ოკუპაცია ის შემოსევა რაც ჩვენ უკრაინაში მოხდა და სულ ეუბნებოდით დასავლეთს რომ აი რო ყოფილიყო მაშინ რეაგირება რეაქცია მკაცრი შეიძლება პუტინიზმი აღარ განვითარებული იყო აი ამ
საშენელი მიმართულებით უკრაინაში. არ იყო რეაქცია. ჩათვალეს, რომ ეს საქართველოში დამთავრდებოდა და აფხაზეთით და სოხუმით და ცხინვალით მორჩებოდა ყველაფერი და რუსეთი გადაიქცეოდა ცივილიზებულ სახელმწიფოდ, დასავლეთის პარტნიორად, ევროპისათვის გაზის და იაფი ენერგომატარებლების მიმწოდებლად და მათი დამსვენებლები და ტურისტები ავსებდნენ საფრანგეთის და იტალიის და ესპანეთის ბიუჯეტს, აჰა, ვისი ბიუჯეტი ავსეს. აი ასია პოლიტიკაში და განსაკუთრებით გეოპოლიტიკაში არასწორი და მცდარი გათვლები იწვევს ძალიან დიდ კატასტროფებს, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად მთავრდება დიდი სისხლით. მზია, მადლობთ მზია. ნინი ბერიაშვილი მარტო ბლა 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 დაიღალა ხალხი. ნუ ეხლა ეს არის ეს ივანიშვილის ტროლია თუ რეალურად მოწინააღმდეგეა რეჟიმის და გულგატეხილია, რაც შეიძლება ჩემთვის გასაგები იყოს, მაგრამ მარტო ბლა ბლა არ არის. თქვენ ეხუმრებით სანქცირება დავაწყებიათ ამერიკას და ბრიტანეთს. სანქცირება დავაწყებიათ რეჟიმის. ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა 3-4 წლის წინ გახსოვთ, რომ შეყარა ევროპამ და ამერიკამ ოპოზიცია პარლამენტში და უთხრა, რომ დაანებით რეჟიმს თავი არჩევნები კანონიერი იყო. ნახეთ რამხელა ნახტომი გავაკეთეთ. სანქციებშია ხალხი და სახელმწიფო ბარათებიოთ გაუქმებული. ამიტომ ეხლა ეს ნუ გაანიველირებთ. და არალეგიტიმურად არის რეჟიმი გამოცხადებული მთელ დემოკრატიულ სამყაროში და აღიარებენ მარტო აზერბაიჯანი, ბელორუსი და რუსეთი. ეს ისტორიული ამბავია. ლეიბორისტულმა პარტიამ დაიწყო ეს ბრძოლა. არ დაიწყოთ ეხლა აქ ვიღაცებმა ის ქილიკი. ჩვენ დავიწყეთ ეს ბრძოლა, ჩვენ ვიდექით წინა ხაზზე, მაგრამ ქართველი ხალხის აი ბარიკადებზე დგომის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავდით, იმიტომ რომ ჩვენ 12 წლის წინ ვითხოვდით. აგერ ნახეთ ჩვენ Facebook-ზე, გუშინ გავიზიარე YouTube-ის მასალები, 12 წლის წინ ვითხოვდით დასანქცირებას ივანიშვილის კრუსთან, უიკერთან შეხვედრების დროს. უგვისმენდნენ დელიკატურად ვივემოდენ, მაგრამ ნუ არ ხდებოდეს, იმიტომ რომ ხალხის რეაქციას ვერ ხედავთ. რეაქცია რო დაენახეს ხალხის, შეურიგებლობა, ბარიკადებზე დგომა, დაუღლელობა, აი ჩვენ დაწყებული საქმე ვერ გვინდება ძალიან დიდი გამარჯვებით და არ გვინდა ეს პესიმისტური, დეპრესიული განცხადებები და პოსტები.